ვინ არის? შენ ხარ? შემოდი. დედა შენმა დაგირეკა? მისთვის გითქვამთ, რომ ფეხმძიმედ ვარ. ეს ტყუილია. ასე რატომ მომიქეცით, დედა შაχνურ? მოდი, დავსხდეთ. მოდი. დაჯექი. სავაში არ გიყვარს. შვილო, ნოგრცხენია. ის შენი ქმარია და უნდა გიყვარდეს. მაგრამ ორსულად არ ვარ. როცა გაიგებენ, რომ მომისმინე? სავაშისთვის სიკეთე ხომ გინდა? რა თქმა უნდა. მამა შენი ძალიან გაბრაზებული იყო. გვითხრა რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ შვილი ვერ გვაჩუქეთო. თუ ჩემი შვილი უნაყოფოა, მაშინ მე წავიყვანო. გავჩუმდი. არ მithქვამს, რომ ურთიერთობა არ გაქვთ. კიდევ მითხრა ჩიჩეკს თუ არ მატანთ, გამოდის, რომ თქვენ შვილს აქვს პრობლემაო. მამა შენს უნდა რომ სავაშს სახელი შეულახოს. ამას როგორ დავუშვებ? მაგრამ მე რა შემიძლია? შვილო. ჩემო საყვარელო. შენ სავაში გიყვარს. ახლა მისი ჯერია. სანამ არ შეუყვარდები, შენ მშობლებს ეგონათ, რომ ფეხმძიმედ ხარ. მაგრამ ასე არ არის. ეს ტყუილია. ჯობია ასე იცოდნენ. რა მოხდება, როცა ტყუილი გამოაშკარავდება? ამაზე არის დარდო. რამეს მომიფიქრებთ? ახლა მთავარია ის გააკეთო, რაც გითხარი. დედა შაχνურ, სავაში სკანდალს მოაწყობს. ის არასდროს გააკეთე, რასაც გეუბნები. მენდე. ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი. კარგი? წადი, არ ინერვიულო. აბა, მომიყევი, რატომ დაგაგვიანდა? ჩიჩეკის გამო. ჩიჩეკი ვინ არის? გოგონა, რომელსაც არ უნდა ტრადიციების მსხვერპლი გახდეს. ხომ იცი, რომ ჩვენს მხარეში დღემდე ინარჩუნებენ ტრადიციებს. შენი ნათესავია? ჩემი რძალია. ვანის უნივერსიტეტში სწავლობდა. შარშანძალი დააქორწინეს ჩემს ძმაზე. ჩემი ძმა კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თანაგიგრძნობ. გმადლობ. ჩიჩეკს სწავლის გაგრძელება უნდოდა. ვუთხარი, კარგი, აქ ისწავლე მეთქი. მაგრამ ვიღაცამ კურსელებთან ფოტო გადაუღო და მამამის გაუგზავნა. შენი შვილი კაცებს არ შეყებაო. რა? რა უმეცრებაა? ხო. მაგრამ ასე ხდება ხოლმე. შენ რომ გელოდებოდი. მამამისი ჩვენს სახლში მოვარდა. თავისი ხალხი წამოიყვანა და ჩამოვიდა. რა უნდა და რატომ ჩამოვიდა? შვილის წასაყვანად ჩამოვიდა, რომ ტრადიცია დაეცვა. შვილი უნდა მოეკლა. რა საშინელებაა? და ეს ყველაფერი ერთი ფოტოს გამო მოხდა? ნორმალური ახალგაზრდა. გავიცანი. მათ შორის არაფერი არ მომხდარა. რომ ყოფილიყო მერე რა? მერე რა მოხდა? მამამის დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ ჩიჩეკი ახლა ჩვენი ოჯახის წევრია და ეს ყველაფერი მათ აღარ ეხებათ. მერე წავიდა. საყვარელო, სავაშ, მე ეს არ ვიცოდი. ამიტომ ვერ მოვედი შენთან. ახლა რა ბედიელის საბრალოს? თქვენთან უნდა იცხოვროს? ჯერჯერობით კი. ჯერ უნივერსიტეტი დაამთავროს. მერე რამეს მოვიფიქრებთ. მაპატია. რომ ცოდნოდა რა გადაიტანე, არ გაგაწვალებდი.
ეშრებ, ვაგვიანებთ. ნახვამდის შვილო. წარმატებულ დღეს გისურვებ. ვახშამზე რა მოვამზადოთ, რა შეჭამ? სულ ერთია, რაც გინდათ მოამზადეთ. ჩემო დედიკო, ასეთი მომწონ ხარ. სახლის საქმეებს მიხედე, დანარჩენზე არ იფიქრო. კარგი შვილო. საღამომდე. ვანი სავაში ძალიან უხეშად იქცევა. მაიძულებს იარაღი ავიღო და ვესროლო. რისი იმედი აქვს? ყავა მოგიმზადა? რა გიხარია ქიმეთ? ასე მგონი ახლა ცეკვას დაიწყებ. არა და უამრავი პრობლემა მაქვს. ჩიჩეკი ორსულადაა. თუ ხელქალბატონმა შახნურმა დამირეკა. სიზრელეს ნულაპარაკობ. სიმართლეს გეუბნები. ჩიჩეკს ველაპარაკე და მიდასტურა. გულიერება. ექიმთან ჯერ არ ყოფილან, მაგრამ ტესტი გაუკეთებიათ, ორსულადაა. მაშინ მე რატომ არ მითხრა ქალბატონმა შაჰნურმა, რამდენჯერ გითხე? რატომ არ ფეხმძიმდება მეთქი? სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება, თქმა არ უნდოდა. ჯერ ექიმთან უნდა მივიდნენ. მითხრა, როცა ექიმი დაგვიდასტურებს, მაშინ ვიტყვითო, სავაშმაც არ იცის. ჩიჩეკმა მხოლოდ დედამთილს უთხრა. ესე იგი, ჩიჩეკმა გითხრა, რომ მორსულადაა? ხო, რა კარგი ამბავი არა. არ გიხარია? როგორ არა? მიხარია. მიხარია, მაგრამ რა? უთხარი ყავა მომიმზადონ. კარგი. გამოდის რომ ახლა ნამდვილად დავნათესავდებით. მათთან ურთიერთობა უნდა გამოვასწორო. მუსტაფა. ფრთხილად. ვის უყვირი? შენ ვის ემუქრები? თავი ვინ გონია? დამშვიდით. ახლა გასწავლი ჭკუას. ვინ გონია შენი თავი? დამშვიდით. იცი რას გიზამ? ბიჭებო დამშვიდით. ხმარა. ფეხი. დაჭრა. ფეხი. სისხლი მოსდის. პოლიციაში დარეკეთ. არ მომიახლოვდეთ. ექიმს დაურეკეთ. ყველას დაგხოცავთ. რასაკეთებ, გაგიჟდი? ფეხი. ფეხი დამეხმარეთ. სასრაბო გამოიძახეთ, ჩქარა დაიჭირეთ, გარბის. დაიჭირეთ. არ გაუშვათ. გაგვექცა. უცნაურია. ვინ არის? ალო? თქვენ მირეკავდით? ბორანოიანი ვარ. მაპატიეთ, ბატონო ბორა. მე ნაზან ბალდარი ვარ. თქვენი ნომერი ჩაწერილი მქონდა, თუმცა ღილაკზე შემთხვევით მომიხვდა ხელი და სასიამოვნო შემთხვევაა. მიხარია თქვენი ხმის გაგონება. როგორ ბრძანდებით? გმადლობთ კარგად. თქვენ როგორ ხართ? მეც არ ამიშავს. კარგად ვარ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. აღარ მოგაცდენთ. არა, არ მაცდენ, სახლში ვარ. ჯერ არ გავსულ ვარ. მართლა? დღეს მოგვიანებით წავალ სამსახურში. ჩვენ სააგენტოში ხომ არ გამოივლიდით? არა. გამიხარდება თუ გვესტუმრებით. მისამართის ავიზიტო ბარათზე წერია. კარგი. როგორმე შემოგივლით. აღარ მოგაცდენთ. ნახვამდის. ნახვამდის. ქალბატონო ნაზან. გისმენთ? მართლა გამიხარდა თქვენი ხმის გაგონება. ნახვამდის.
ქალბატონო. ქალბატონო, თქვენი ტელეფონი რეკავს. მოვდივარ. მომეცეშვილო, მე რაკავს. ალო? დიახ, მე ვარ. ყველაფერი მოუყევი. გარდა იმისა, რომ ჩიჩეკი ჩემი ცოლია. მინდოდა მეთქვა, რომ ხელი მოვაწერე, მაგრამ მასთან არ ცხოვრობ და მისთვის თითიც არ დამიკარებია. ამის თქმაც მინდოდა. და რატომ არ უთხარი? მითხრა სამი მცდელობა გქონდა, ორი გამოიყენეო. გადავწყვიტე ეს ბოლო ცდისთვის შემომენახა. კარგი რა. რატომ არ უთხარი? მაშინ ყველაფერი დასრულდებოდა. ვიგრძენი, სიმართლეს თუ ვეტყოდი, იასემინი აღარასდროს დამიჯერებდა. წარსულში გული ატკინეს და აღარავის ენდობა. მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ გაიგებს. მაშინ რა მოხდება? ვერ გაიგებს. მანამდე ორი ცვლილება მოხდება. ჯერ ერთი იასემინის სიყვარულს მოვიპოვებ. მეორე? ჩიჩეკს გავშორდები. არიფ, ჩქარაშვილო. დედა, სად მიდიხარ? ჩქარა. რა მოხდა? სად გაიქცა? დაურეკეს და მაშინვე გაიქცა. რა უცნაურია, ღმერთო. ქალბატონო ნაზან, სადილად რა მომამზადო? ისე წავიდა არაფერი უთქვამს. რაც გინდა ის მომამზადე. მე არაფერი მინდა. დაო, შენი ბეჭედი სად არის? არ მკითხავენ დამ. მგონი სადღაც დავკარგე. ცოტა გავხდი და ბეჭედი გამიდიდდა. მოვძებნი. არ გინდა. თვითონ მოვძებნი. რა ტრადიციაზე ლაპარაკობ? ძველ ტრადიციებს იცავენ. გაზეთებში არ წაგიკითხავს? უნდათ მათი რძალი ძალით წაეყვანათ, მაგრამ სავაშმა ამის უფლება არ მისცა. და ასეთი ადამიანი შეგიყვარდა იასემინ? შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ძველ ადათ-წესებს ებრძვის. სწორად გაიგე, რას გეუბნები. გოგოს სწავლა უნდა, სავაშიც ეხმარება. კარგი. თქვენ სხვადასხვა მენტალობის ადამიანები ხართ, ხვდები? არა, სერგი. შესაძლოა განსხვავებული ოჯახები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს გვავართ. რა სამწუხაროა. ახლა უკვე იცავ. საჭმელს არ მეკარები ხარ, მანდა დაკარგე. ჯამე. პატარა გოგოსავით ხარ შეყვარებული და უკან ვეღარ დაიხევ. მე გაგაფრთხილე. გამარჯობა. აზრა სონმესთან მინდა დალაპარაკება. ოქან თაილანის პაციენტია. რა თქვით? ბატონ ოქანს ასეთი პაციენტი არ ხავს? ახლა თქვენს კლინიკაში უკეთებენ ოპერაციას. აზრა სონმეზი. ასეთი პაციენტი არ გყავთ? კარგი. გმადლობ. რა მოხდა? ახლა რა ჩაიფიქრე? არაფერი. რა ხდება? მე სამსახურში ვარ და ვმუშაობ, შენ კი ახლა საუზმობ? სერგიმ დაიჟინა. მიუხედავად იმისა, რომ არ მშია. უჩემოდ ჭამაც არ გინდა? შენ გინდა? არ მინდა. იასემინ. უქმეებზე სადმე წავიდეთ? როგორ? სად? ზღვაზე წავიდეთ. მე და შენ. ხოლო ჩვენ ორნი. არ ვიცი. ამაზე მერე ველაპარაკოთ. კარგი. მაგრამ ახლა ვენ უმეტყვი უარს. იფიქრე. ნახვამდის. ნახვამდის საყვარელო.
მომიკითხე. სევგიმ მოგიკითხა. გმადლობ, მეც მომიკითხე. იასემინ, გისმენ? არ დაგავიწყდეს რომ გამუდმებით შენზე ვფიქრობ, კარგი? კარგი. ფერი რატომ დაკარგე? მითხრა უქმეებზე სადმე წავიდეთ. და რა არის ამაში ცუდი? შეყვარებულები სწორედ ასე იქცევიან. ჰა? მასთან შეხვედრა მინდა, მაგრამ 2 დღით გავყვა. ჯერ კიდევ გეშინია. სავაშ. უნდა ვილაპარაკოთ. არ მითხრა რომ კიდევ რაღაც მოხდა. უკვე დავიღალე. თუ ხელგი რეკავდი, ტელეფონი გამართული ქონდა. არ მეცალა. ბიძია მითხარი რა მოხდა? დედაშენმა საბოლოოდ დაკარგა ჭკუა. ყველა ზღვარს გადავიდა, არავის არ უსმენს. თუ ხელ აჰმედ ფორანის ცოლს დაურეკა, მერე? უთხრა ჩიჩეკი ორსულად არისო. რა? სავაშ. სავაშ. კომისრის კაბინეტი სად არის? მარჯვნივ მეორე კარია. მეორე კარი. აქ დამელოდე. კარგი. შემოდით. კალბატონო? სად არის ჩემი შვილი? მუსტაფა სად არის? კალბატონო შაჰნურ. სად არის? დააპატიმრეთ? მუსტაფა გაიქცა კალბატონო. დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ვეძებთ. რაღაც შეცდომაა კომისარო. ჩემი შვილი ამას არ იზამდა. როგორ არა? ეს მან გააკეთა. საბილიარდოში ჭხუბი მოხდა. თქვენმა შვილმა ბიჭი დაჭრა. მოწმეებიც გვყავს. ტყუილია მუსტაფა ამას არ იზამდა. კალბატონო შაჰნურ. მესმის რომ ამის დაჯერება გიჭირთ, მაგრამ რამდენჯერ გაგაფრთხილეთ რომ მუსტაფა ცუდად იქცეოდა. თქვენ მიხართ. მე სკოლის დირექტორი ვარ. ბევრჯერ გამოგიძახეთ რომ მუსტაფაზე დაგლაპარაკებოდით. მისი საქციელი განგვეხილა, მაგრამ ერთხელაც არ მოსულხართ. თქვენი ქალიშვილი მოდიოდა, გთხოვდა სკოლიდან არ გაგვერიცხა. თუმცა ეს უკვე მეტისმეტია. აღარ გვინდა თქვენი შვილი ჩვენ სკოლაში სწავლობდეს. იცოდეთ ეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო. ჯერ კარტოფილი შევწვათ, კარგი? კარგი, როგორც გინდა. დედა. დედა სად არის? დედა სახლში არ არის, გასულია. რა მოხდა? ოჯახი ჩივილს აპირებს. ბავშვზე დაქარის სარჩელის შემოტანა უნდა. ბატონო კომისარო, სარჩელი საჭირო არ არის. მის დედას დაველაპარაკებით და შევთანხმდებით. დედას დაუძახე შვილო. ახლავე კომისარო. კალბატონო შაჰნურ, ეს მუსტაფას დედაა. არ გრცხვენია, შვილი კი არა, ყაჩაღი გაზარდე. როგორი დედა ხარ? დამზადდით, კალბატონო, დამშვიდით. ვერ დამშვიდდები, ჩემი შვილი ქუჩაში კი არ მიპოვია. კალბატონო, გთხოვთ, ძალიან წუხარ. წუხარ? შენმა ბიჭმა კინაღამ შვილი მომიკლა. სარჩელი უნდა შევიტანო კომისარო, უნდა ვუჩივლო ციხეში რომ ჩაჯდება, მერე მოეგება გონს. კალბატონო, სრულებით მართალი ხართ.
მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, საავადმყოფოს ხარჯებს დავფარავთ. თუ საჭირო იქნება, გარკვეულ კომპენსაციასაც რა? თავი ვინ გონია? შენი აზრით ფული მჭირდება? აბა კარგად შემომხედე. არა? საჩივარი უნდა შევიტანო ახლა ჩემს ადვოკატთან წავალ. სასამართლოში შევხვდებით. ქალბატონო. ვერ ვიჯერებ დედამ ასეთი რამ როგორ გააკეთა დაო. საკმარისია ბოლოს და ბოლოს საკმარისი. როგორ თქვა ჩეჩეკი ორსულად არისო? ეს ვის მოუვიდა აზრად? დედას. მხოლოდ ქალბატონ შაჰნურს მოუვა აზრად ასეთი სისულელე. მგონი მოვიდა. ეს როგორ გაბედე დედა? როგორ თქვი ჩიჩეკი ფეხმძიმედ არისო? დედა, დედა რა მოხდა? მუსტაფამ თანაკლასელი დაჭრა. თანაკლასელი დაჭრა? ღმერთო გამძლეობა მომეცი. მუსტაფა იმისთვის გავაჩინა, რომ ციხეში ამოლპეს. ღმერთო გამძლეობა მომეცი. კარგი დედა. დედა, კარგი. კარგი. ნორიში ფოტოს გვიღებს. ჩემს ბიჭს განათებამ თვალი არ ატკინას. კარგი რა. შვილს როგორ უფრთხილდები. ნოველავ დედაშენის ტელეფონით ვიღებ. ხრძილები ეკავება. გონი კბილები ამოსდის? ჯერ ადრე არ არის? არა, უკვე დროა. შენ ამ საღამოს სადმე მიდიხარ? ხო. სავაშს უნდა შევხვდე. საწყობში დამალულა. მე და მირეკა მივედი და წამოვიყვანე. მუსტაფა, რა ჩაიდინე? ერთი კარგი ცემა გინდა, მუსტაფა. შველო, გინდა გული გამიხეთქო? თავი დამანებე დედა. ღმერთო ჩემო, შენღა გვაკლდი. საჭმელს ხომ ბოლომდე შეჭამ შვილო. მოვიდა? ზემოთ ავიდა თავის ოთახში. მუსტაფა, რატომ მანერვიულებ? ბანდიტივით რატომ მიქცევი? დედა თავი დამანებე. სავაშ. იმ ბავშვის დედამ თქვა ადვოკატთან მივდივარო. ციხეში რომ ჩაქსვან, რა ვქნა? თავი დამანებე. სავაშ, შვილო, დედა, გადი ოთახიდან. თუ ჩემი ხათრი გაქვს. ოთახიდან გადი მეთქი, გადი. ფეხზე ადექი. დანით როდიდან თამაშობ? შენი თანაკლასელი რატომ დაჭერი? მიპასუხე რომ გეკითხები. ცუდად მელაპარაკა. ცუდად გელაპარაკა, შენ კი დანა გაუყარე. ჩემთან ცუდად დალაპარაკებას ვერავინ გაბედავს. მე მუსტაფა ბალდარი ვარ. ბალდარი ხარ არა? ბალდარები როდიდან გახდნენ ბანდიტები? სკოლაში იმისთვის გაგზავნით, რომ იქ ბანდიტივი და კრიმინალივით მოიქცე? კარგი, სავაშ, კარგი. არამზადა. დედა, კარგი. ჩვენ სკოლაში გატარებთ, რომ ისწავლო და კაცი გამოხვიდე, შენ კი ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებ. საკმარისია შვილო, საკმარისი. სავაშ, გაჩერდი, მეორე დასე აღარ მოიქცევა. ახლავე პოლიციაში წამოხვალ. რადგან ოჯახი ჩივილს აპირებს, თვითონ უნდა ჩაბარდე. რა? გაგიჟდი? გამორიცხულია. ეს ბიჭი ამ მდგომარეობამდე შენ მიიყვანე დედა. ჯერ ბავშვიაო, ყველაზე პატარააო, ამბობდი და გაათამამე. ხომ ხედავ დღეს ადამიანი დაჭრა. თუ არ დაისჯება, ხვალ მკვლელი გახდება, წინასწარ გაფრთხილებ.
სავაშმა როგორც კი დაგინახა მაშინო შეუყვარდი. გადამეკიდა წამოდი ის გოგო მოვძებნოთო. მე უთხარი როგორ მოვძებნოთ ზაფხულობით ბოდრუმში მოსახლეობის რაოდენობა მილიონამდე აღწევს. მისი პოვნა შეუძლებელია მეთქი. უპასუხი არ მაინტერესებს მეთქი. გარიდან ბარში დავდიოდით. აქაც ვნახოთ, იქაც ვნახოთ მეთქი. ნადიაც იყო? არა. მაშინ ერთად ვიყავით. ერთმანეთს არც კი ვიცნობდით. ესე იგი თქვენც ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა. თლად ასეც არ არის. რამდენი ხანია ერთად ხართ? უკვე წელზე მეტი გავიდა. 1 წელი, 3 თვე და 8 დღე. ჯემ, ყოჩახ ძმაო. არა დაამბობენ თარიღებს მხოლოდ ქალები იმახსოვრებენ. ჩვენში ასეთი თარიღები მე ვიცი ძმაო. ამით რისი თქმა გინდა? არაფრის. გამახსენდა ჩვენი ურთიერთობის პირველი წლის თავი კინაღამ რომ დაგავიწყდა. სულაც არა. ცილს მწამებ ჯემ. არა უშავს ჯემ. ჩვენთანაც მხოლოდ მე ვიცი თარიღები. ჯერ არანაირი თარიღი არ არსებობს. ჩემი აზრით არსებობს. თანაც რამდენიმე. სევგი, საღამო მშვიდობისა. კარგ გართობას გისურვებთ. მოდი. გამარჯობა ქალბატონო სევგი. არ შემოგვიერთდებით? არ მინდა შეგაწუხოთ. რას ბრძანებთ? რა შეწუხებაა? მობრძანდით. მოდი. მობრძანდით. ამათ იმ დღეს ხომ იჩხუბეს. როგორც ჩანს შერიგდნენ. ხომ ამბობდი ერთმანეთს უნდა დავაშორო. ნამდვილი მანიაკია. ის ქალი უყვარს და თან მე მეპრანჭება. რას დალებთ? ღვინას. დიახ. კარგი. ასლან, მოგხედე. სევგის ღვინა უყვარს. დაო. კიდევ ერთხელ დაფიქრდი. რაღაცზე დავფიქრდე. ვერ გაიგონე სავაშმა რა თქვა. ბავშვს უთხრა თვითონ ჩაბარდიო. ცოტაც და თავისი ხელით წაიყვანდა ძმას პოლიციაში. სკოლაზე რა უნდა ვქნათ? სკოლიდან გამოაგდეს. ისევ? მომისმენე, 1-2 თვე ვანში გავუშვათ. ამასობაში იმ დაჭრილი ბავშვის ოჯახსაც მოურიგდებით და სავაშსაც დაავიწყდება ეს ამბავი. წამოდი ბიძია, წავიდეთ. როგორც მიბრძანებ. ჯერ დედა შენს ხელზე ემბორე. ამ ქალს შენ გამო რამდენი რამის გადატანა უწევს. ჩემო ბიჭო, კეთილი მგზავრობა. ბიცოლა ფიდანს დაუჯერე, კარგი? ხომ პირდები საყვარელო? კარგი. ჩანთა აიღე და მანქანაში დამელოდე. კარგად. ვერ გავიგე. ეს დაშის როგორი მეთოდია? სკოლიდანაც გათავისუფლდა და თან ვანში მიდის, რა კარგია? ფალა საკმარისია, გეფიცები მალე გული გამისკდება. დაო, სავაში მართალია, მართალი. მე არ თქვა არ გითქვამსო. ეს ბავშვი ძალიან დიდ შარში გაგხვევს, ძალიან. დამიჯერე. წადი, აბა შენიცი. მიდი. ჯიმო პატარა. თვალი არ გიცეს. შეგჭამ. ნურიშ, სურათში რა კარგად გამოსულ ხართ. შეხედე? მაიცადე იასემინს გავუგზავნი. მე მივხვდი რომ ჩვენი სააგენტო იასემინის გამო შეერჩიეთ. მითხრა სავაში ბოდრუმში გავიცანიო. დიახ. ერთმანეთი ბოდრუმში გავიცანით, მაგრამ იქ ვერ დავარწმუნე რომ ძალიან მიყვარდა. არ შეიძლება თემა შევცვალოთ. ომერია? შეიძლება ვნახო. ომერი ვინ არის? მისი დიშვილია. დეშვილი? შეიძლება მეც ვნახო. რა თქმა უნდა. ესე იგი შენ და შენი და შერიგდით? დაჩხუბრები იყავით? ხო. ძალიან საყვარელია, არა? ძალიან. თვალი არ ეცეს. ეს დედა შენია? არა. ომერის ბებია მამის მხრიდან. ბავშვები ძალიან საყვარლები არიან. მართალია, იმედია მალე ჩვენს გვეყოლება. ჯემ. რა მოხდა? რამე ცუდი ვთქვი? შენს დას რატომ ეჩხუბე? დაივიწყე. გრძელი ამბავია. არა უშავს. წინ გრძელი გზა გვაქვს. მამა ჩემს სიმსივნე მის გამო დაემართა. მერე გარდაიცვალა. მე კი გავებუტე. მძიმე საკითხია.
ეს როგორ მოხდა? მიზეზი რა იყო? ჩემს და შეყვარებული ჰყავდა. ქორწინებამდე ურთიერთობა ჰქონდათ და ფეხმწიმდა. მე ეს ბიჭი დაიკარგა. ჩემმა და აბორტი გაიკეთა. მამა ჩემმა გაიგო რომ აბორტი გაიკეთა და ძალიან ინერვეულა. რამდენიმე თვეში გავიგეთ რომ სიმსივნე ჰქონდა. მერე გარდაიცვალა. მაშინ ჩემს დაზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული. ახლა ხან შევრიგდით. ბოდიშს გიხდი, გაგანერვიულე. არ მეგონა რომ ასეთ რამეს მომიყვებოდი. ახლა მიხვდი რატომ არ ვენდობი მამაკაცებს. ვანი დღეს ედრემიტში ხომ არ წავიდეთ, გავერთობით. კარგი, სკოლის მერე წავიდეთ. შაბათს წადით. სკოლის შემდეგ სახლში მოდი და იმეცადინე. კარგი, მამა. ძმაო მუსტაფა სკოლაში აქ უნდა იარო? არა, ბერფინ, სკოლაში აღარ ვივლი. სკოლა უკვე წარსულს ჩაბარდა. რას ამო ბიჭო? რას ქვია სკოლაში აღარ ვივლი? ბიძია, რას გადაეკიდე ამ სკოლას? ისედაც 2 წელში ჯარში უნდა წავიდე. ერთი იმ ჯარში ვინმე კარგად გცემდეს. როგორ ლაპარაკობ? სკოლაში როგორ არივლის? ჯერ ცოტა დაისვენოს. კარგი ასე იყოს. ბიცოლა, მწვანილიანი ყველი კიდევ არის? რა თქმა უნდა არის შვილო. დაგავიწყდა რომ ვანში ხარ. აქ ყველა ოჯახშია მწვანილიანი ყველი. მიდი ჭამე? ბოლო პომიდორი? ყოჩახ, ცოტა ხან შენს ადგილზე დაჯიქი. სკაბი მისცი. რა მოხდა? რამდენი ხანი უნდა დარჩეს? გუშინ არ ჩამოვიდა ფიდან. ასე მალე მოგაბეზრა თავი. ჩვენ სახლში ყოველთვის არის მისთვის ადგილი ფალა. ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი რომ იყოს, გეტყოდი სულ აქ დარჩეს მეთქი, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა? ჰალდუნს ლივს უმკლავდები. მეშინიან ბავშვი გზას არა აცდინოს. არაფერი მოხდება, ნუ გეშინია. დიდხანს არ დარჩება, სავარს გაბრაზება გადაუვლის და წავა. კარგი. რამე შარში არ გაგხვიოს. ეხ დაო, ეხ. რა საქმე გამიჩინე? დილამშვიდობისა. 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 დაჯექი, თავზე რატომ დამადექი? რატომ ჩაფიქრდი ძმაო? ვერ გადავწყვიტე რომელი საკითხით დავიწყო საუბარი დაო. მუსტაფა სად არის? ენდა, მუთუღა გააკეთე შვილო. დედა მუსტაფა სად არის? ბიძიამ ვანში წაიყვანა. არ გამკვირვებია. ისევ შაჰნურ ბალდარის თამაშები. დედა ცოტა ხნით ოთახში წამოდი. სავაშ, მუსტაფა იქ გონს მოეგება. დედა გთხოვ. გთხოვ ოთახში წამოდი. ჩიჩეკ დღეს უნივერსიტეტში მეწაგიყვან. კარგი. შენ კი ილოცე და მადლობა თქვი, რომ შენთვის არ მცალია და უფრო სერიოზული პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი. მართალია ეს ბიჭი, დედა ჩემი არავის უსმენს. ენდა, ჩაი დამისხი. დღეს ლექციები რომელ საათზე გიმთავრდება? ისე, საღამოსკენ. კარგია, ტელეფონი არ გამართო, შეიძლება დაგირეკო. კარგი.
მუსტაფას საკითხს არ შევეხები, ადრე თუ გვიან ხომ დაბრუნდება. ახლა მე უნდა გამცე პასუხი. რატომ თქვი ჩიჩეკზე ფეხმძიმედ არისა? რა მეთქვა? ახმეთ მორანმა შენ შვილს სახელს გავუტეხო და წავიდა. დინიცი შენზე რა სიტყოდა? დრო აქ მრის მოვალეობა შეასრულო. დედა, არ უთხარი რომ ჩიჩეკისთვის ხელი არ დამიკარებია და არც დავაკარებ. ხომ მეტყვიან თუ ხელი არ უნდა დააკაროს ცოლად, რატომ მოიყვანაო? რა თქმა უნდა ვუთხარი, ისინი ცოლქმარიანიან მეთქი. ეს საქმე გადაწყვეტილია, ქმრობა გაუწიე და გაგიმართლებთ. ბავშვიც გეყოლებათ. დამიჯერე. დედა, რატომ არ გესმის? ხომ გითხარი სხვა მიყვარს მეთქი? სხვა მიყვარს. მასაც ნუ კარგავ შვილო. ვინც გიყვარს ისიც შეირთე. ერთი სახლი მისთვისაც იყიდე. ბოდრუმში ბავშვი რომ გეჭირა ხელში შენი შვილი იყო არა? სავაშ ბალდარიშვილია. ჩემო საყვარელო, ამ საქმეს თავი როგორ უნდა დააღწიო? გინდა დედა შენი მთელ ბანში მატყუარად გამოაცხადო არა? გინდა მთელ ქვეყანაზე თავი მომეჭრას. ამ მდგომარეობამდე შენინებით მიხვედი. დამიჯერე, ერთი ბავშვი გააჩინეთ და ეს საკითხი დასრულდება. არა დედა, არა. ახლავე დაურეკავ ჩიჩეკის დედას. ეტყვი შევწდით ორსულად არ არის თქო. თუ შენ არ დაურეკავ, მე დავურეკავ და ვეტყვი. კარგი, მოიცადე. ვუთხარი დღეს ექიმთან მაპირებთ წასვლას მეთქი. დავურეკავ და ვეტყვი რომ ორსულად არ არის. დედა, როგორც შენი შვილი ისე გთხოვ. შენს ნებაზე ნურაფერს გააკეთებ. არ გინდა. ვინ არის ის გოგო, რომელიც გიყვარს? როდის გაგვაცნობ? მისი ხელის სათხოვნელად. როდის უნდა წავიდეთ? შეგახსენებ რომ შენი წყალობით უკვე დაქორწინებული ვარ. ჯერ ჩიჩეკს უნდა გავეყარო. სევგი, დაიფიცე რომ არავის ეტყვი. ასე ძალიან რატომ გეშინია? სავაშს უყვარ ხარ? მოუყევი ეს ამბავი, უთხარი შენგან შვილი მყავს თქო, დაქორწინდებით და მორჩა. ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა სევგი. ერთმანეთს რომ ვერ შევეწყოთ, რომ დავშორდეთ? თუ გაიგო რომ ომერი მისი შვილია, როგორ გგონია, ბავშვს მე დამიტოვებს? სავაში ძალიან მდიდარია. ძლიერი კლანის წარმომადგენელია. მე ვინ ვარ, რომ მასთან შებრძოლება შევძლო? ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. გთხოვ არავის უთხრა. კარგი საყვარელო, კარგი. შენი საიდუმლო ჩემთან დარჩება, არ ინერვიულო. გთხოვ არავის უთხრა. კარგი. კარგი. უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი. გადმოდი, ცოტა ხანს დავილაპარაკოთ.
დედა შაჰნურმა რაც თქვა იმის გამო მომიყვანე აქ? იცი დედა ჩემმა რა თქვა? დედა ჩემთან დაურეკავს. უთქვამს ჩიჩეკი ფეხმძიმედ არისო. იცოდი, მაგრამ მე არ მითხარი არა ჩიჩეკ. არ დამირეკე და არ მითხარი, ქალბატონმა შაჰნურმა ასე თქვაო. დედა შაჰნურმა მითხრა სავარს არ უთხრაო. დედა ჩემი ჭკუაზე როდიდან დადიხარ? სამწუხაროა. ძალიან მაწყენინე. მე ვფიქრობდი, როგორ დამებრუნებინა შენთვის თავისუფლება. მინდოდა იმ უაზრო ტრადიციებისგან დამეცავი. შენ კი მათ ხელში ჩამაგდე? მე და შენ ეს ყველაფერი ერთად არ უნდა გადაგველახა ჩიჩეკ? არ უნდა გავერთიანებულიყავით? დედა ჩემს შეეკარი? ღმერთმა გაგიზარდოს. მართლა ძალიან საყვარელი ბავშვია იასემინ. ჩემი ერთადერთი. ჩემო საყვარელო ბიჭო. სავარს გავს. რით? ტუჩებით, წვირით. თითქოს მამას გავს. არა მე მგავს. რა მოხდა გავდეს მამამის? სიმპათიური კაცია. ძალიან საყვარელია. წამოდი სამსახურში წავიდეთ, ბალდარების პროდუქციისთვის უნდა ვიმუშაოთ, ადექი. ძირითადი საკითხი უკვე მოვაგვარე. წრულმანები დარჩა. მაგას გოგოები მიხედავენ. საქმე შენი შეყვარებულის პროდუქციას ეხება და ყველაფერი უცებ მოაგვარე. რა თქმა უნდა. ალო. ალო. უმერთო ჩემო. ვინ არის? ხმას არ იღებდა. ალბათ ნომერი შეეშალა. წამოდი. ეს ტელეფონი შენია? ბიჭო, ხმა მოიღე. ჩემია ბატონო. ფოტოები ვინ გადაგაღებინა? ქალბატონმა შაჰნურმა. გითხრა მერე წაშალეო. მითხრა. რატომ არ წაშალე? არ წაშალე და თან სუნას გაუგზავნე, მან კი მთელ ქვეყანას მოსდო. ბატონო, ცუდად მოვიქეცი, გთხოვ მაპატიე. გამიშვი. შენ გამო აჰმედ მორანი ხალხს სახლში შეეჭრა. სისხლი რომ დაღვრილიყო, რა უნდა გექნა? სინდის როგორ დაიმშვიდებდი? ბატონო, გთხოვ მაპატიე, ბატონო. შენგან კაცი არ დადგება ისმაილ. ეს კაცი სტამბოლიდან მოაშორეთ. ვანში ყველას უთხარი მოღალატე ისმაილი არ არის თქო. ამიერიდან ჩვენი სახლის კარს არ მოუახლოვდეს. ბატონო. ბატონო. ილოცე. ილოცე ჩვენი ბატონი მოწყალე კაცია. მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო არ გაცოცხლებდა. ძმა ვეშრებ. რამე ხომ არ გვაკლია? პარასკევამდე ყველაფერი მოესწრება? ყველაფერი მზად არის ნადია. არაჩვეულებრივ პრეზენტაციას გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ საქმეს შენ ხელმძღვანელობ. რამეში დაგეხმარო? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ყურადღებიანი ხარ. ნადია ტელეფონი მირეკავს. მერე დაგირეკავ, კარგი? კარგი. კოცნი, წარმატებები. მეც ძვირფასო. ნახვამდის. ალო დედა. იასემინ, ომერი რატომ ტირის? სიცხე აქვს. სანერვიულო არაფერია შვილო, მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა. ცოტა ხანში ექიმთან წავიყვან. შეიძლება მართლა უყვარს ვინმე. მაგრამ მე ვუთხარი, ისიც ცოლად შეირთე მეთქი. რა უთხარი?
დედა, სავაში ჩიჩექსია დაქორწინებული, სხვაზე როგორ დაქორწინდება? შენი საქორწინო ბეჭედი სად არის? დამეკარგა. გამოჩნდება, ვიპოვით. აღარ გავიკეთებ. თუ ისევ დაქორწინდები, გაიგეთებ. რა? მერე რა? თუ პატიოსანი და წესიერი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც შენ შვილს მამობას გაუწევს, შენ კი ქმრობას ცუდი იქნება? არავინ იცის ბედის წერა, რას გიმზადებს, ნაზან. დედა, დავხუროთ ეს საკითხი. ვინ გირეკავდა? 4 ნომერი იყო, ალბათ შეეშალათ. ქალბატონო შახნური, ნებეთ, გმადლობ შვილო. არ მინდა სუნა. სად მიდიხარ? ღმერთო. კარგი გამოვიდა არა? კარგი. საქმეები როგორ მიდის? მოვასწრებთ? დიახ, რა თქმა უნდა. მადლობ. სელინ, პრესის წარმომადგენლების სია გვაქვს? დიახ. ინებეთ. აქ შესწორებებით შევიტანოთ. ალო, ბატონო ბორა? გამარჯობა. გამარჯობა. ბოდიშს გიხდით, მეორე ტელეფონზე ვსაუბრობდი. ბოდიში რა საჭიროა? არა უშავს. როგორ ხარ? კარგად, გმადლობთ. თქვენ? მეც კარგად გმადლობთ. ხვალ ყავა ხომ არ დაგველია, რადგან აქეთ მხარეს ვერ მოხვდებით, სადაც იქნებით, იქ მოვალ და დავლიოთ ყავა. ეს ამჯერად ვის გამწარებას აპირებს? კარგი რა. ძალიან მინდა ისევ გნახო. არა, ხვალ საქმე არ მაქვს. ეს მე რამდენია? სადმე კარგ ადგილას წავიდეთ და დავილაპარაკოთ. ალო? რა სიტყვი? ალო? ბოლოს და ბოლოს ხმას ამოიღებთ? ვინ არის? დაფარული ნომერია, ხმას არ იღებს. უკვე დავიღალე. რა ვიცი. თუ არ გცალია? არა, ცალია, მაგრამ მეგონა თქვენ იქნებოდით დაკავებული. არა, ხვალ შაბათია. თანაც საქმე რომც მქონდეს, შენზე მნიშვნელოვანი მაინც არ იქნება. რომელ საათზე შევხვდეთ? რომელზე გეცლება? თქვენ რომელ საათზე გაწყობთ? თუ ღმერთი გწამს, თქვენობით ნუ მელაპარაკები. კარგი. ნაშუა დღევს. მე ადრე უნდა გავიდე. დამეხმარე ბორამ არ უნდა შეამჩნიოს, რომ არ ვარ. შეამჩნიოს? შენ უფროსი ხარ იასემინ. ბორასგან ნებართვას ხომ არ აიღებ? მართალია. უფროსი ვარ არა? ამ ამბავს რით ვერ შეეგუე? კარგი. როგორ ხარ ენდა? სტუმარი ყავს ბატონო. გაიხარა შვილო. მოდი სიძე, მოდი. მოდი დაჯექი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. დედამისმა ეს ამბავი რომ გაიგო დაიჟინა, უნდა წავიდე და ჩემი შვილი მოვინახულო. კარგად მოუფიქრებია. დედობა ასეთია. ძალიან ნერვიულობდი. ბატონ ახმედს არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ყველადი ნერვიულია, ექიმმა თქვა კბილი ამოსდისა. ამ დროს ბავშვებს სიცხე უწევთ. საიდან უნდა მცოდნოდა დედა? თვითმფრინავში ვეღარ ვჩერდებოდი. ექიმისგან რომ გამოვიდით, ხომ გითხარი შენი ჩამოსვლა საჭირო არ არის მეთქი? მერე რა? ისედაც მენატრებოდა ჩემი ბიჭი. შვილო, ჩემო საყვარელო.
სიძე რაქის არ დალევ? არა. ერთი ჯიქა მაინც დალია სიმამრის ხათრით. მიდი, ენებას გაძლევ. შენი მომავალი ბიჭის სადღეგრძელო დალიე. ჯერ ბავშვის სქესი არ ვიცით. ბიჭი იქნება, ბიჭი. ნამდვილ მამაკაცებს ბიჭები უჩნდებათ. ასე არ არის სავაში. ბავშვები როგორ არიან ქალბატონო ქიმეთ? ვანში მარტო დატოვეთ? სახლში სხვებიც არიან ქალბატონო შახნურ. ჩემი დიშვილებიც ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა. თან შენი შვილები ჭკვიანი ბავშვები არიან. 1-2 დღე გაჩერდებიან დედის გარეშე. არაფერი მოუვათ. ისინი კი გაჩერდებიან, მაგრამ მე ვერ გავძლებ. ხვალ უკან დავბრუნდები. ჩემმა მეუღლემ კი დაიჟინა ჩემ შვილთან ერთი კვირა უნდა დავრჩეო. ჩემს მომავალ შვილიშვილს გაუმარჯოს. შეგერგოთ. შენი აზრით დაქორწინებას როდის შემოგთავაზებს? დედა მოიცადე, ჯერ სულ 3 დღე გავიდა. შენ ამბობდი კარგი კაციაო. ხო, ჯერჯერობით ასე ჩანს. იარაღებთან და ასეთ რამეებთან ხომ არ აქვს საქმე? იარაღი არა, მაგრამ მგონი ტრადიციების მიმდევარი ოჯახი ხავს. რას ამბობ? ეს აღარ მომეწონა. თუ ტრადიციული ოჯახია, ესე იგი იარაღთან ექნებათ საქმე. ამიტომ მინდა ჯერ კარგად გავიცნო. არაფერი თქვა, სანამ რამეს ვეტყოდი, მანამდე ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, იმ ქალმა ენას კბილი ვერ დააჭირა. კაცი იმ ბავშვის სადღეგრძელოს სვამს, რომელიც არ არსებობს. საშ, არ თქვა ორსულად არ არისო, ნუ შემარცხვენ. ჩემი სახელის გატეხვა, შენი სახელის გატეხვაც არის. მე თუ შევრცხვები, შენ შერცხვები. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ტრადიციებს არ დავემორჩილები და შევცვლიო სათქმელად ადვილია, მაგრამ ისევ თავის დაძვრენას ცდილობ, ისევ. დედამისმა რამე არ შეამჩნიოს. ამაღამ ჩეჩეკის ოთახში დაიძინე. სინამდვილეში შენი გეგმა ეს არის, არა? კეთილი იყო შენი მოსვლა. კეთილი იყო შენი მოსვლა, ბიძია. კეთილი იყო შენი მოსვლა, მამა. გმადლობთ, მოდი. ზეინებ, წყალი მომიტანე. ხომ არ ცელქობენ? ჯერჯერობით არა. მოსტაფა მთელი დღე სახლშია. ჰალდუნმა იმეცადინა? ზალდატანებით ვამეცადინე. გონებით სულ მუსტაფაზე და თამაშზე ფიქრობდა. ფალა? გილოცავ. შენი რძალი ჩიჩეკი ფეხმძიმედ ყოფილა. შენ საიდან გაიგე? ყველა ამაზე ლაპარაკობს. დილიდან უამრავი ადამიანი რეკავს. ეს ამბავი აჰმედ მორანის ცოლს გაურცელებია. ბოდიშ გიხდით, სასწრაფოდ უნდა გავემგზავრო. ცოტა ხანში უნდა წავიდე, რამდენიმე დღე არ ვიქნები. თქვენ თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. კეთილი მგზავრობა, სიძე. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. შვილო, ქმარი გააცილე. ახლა ფაბრიკას ხსნიან და სახლში საერთოდ არ არის. სულ საქმე და საქმე. კარგია, კარგი. ესე იგი მაინც უნდა რომ იწვალოს. შვილო, ფულის შოვნის უფრო მარტივი გზაც არსებობს. სავაშ. არ მინდა და ასე მომხდარიყო. დედა ჩემისთვის მე არ მithქვამს, ჩამოდი მეთქი. ვიცი. არ ინერვიულო, კარგი? სად მიდიხარ? სავაშ. ვინმე ყავს? ჩიჩეკ. შვილო, შედი დედა შენთან. სად მიდიხარ? სასტუმროში. სტუმრებს რომ გაისტუმრებ, გამაგებინე რომ სახლში დაუბრუნდე.
ბატონო ჰასიპ, კარგი კაცი იყავი, შენ გაგიმარჯოს. შვილო, რა მოხდა? ჩიჩეკ. დაჯექი, ქალბატონო ქიმეთ, დაჯექი. თავი დაანებე. გული ერევა. მე ჩიჩეკს მივხედავ. შვილიშვილს ბატონი ჰასიფის სახელი დავარქვათ, ქალბატონო შაჰნურ. დავივიწყოთ, რომ ჩვენ შორის ბევრი გაუგებრობა მოხდა. ახლა ყველაფერი გამოსწორდება. ასე არ არის? ასეა. ჩიჩეკ. ჩიჩეკ. ძვირფასო, ნუ ნერვიულობ, შემომხედე. შემომხედე. ვიტყვით, რომ მუცელი მოგეშალა, რამეს მოვიფიქრებთ, კარგი? მაგის გამო არ ვტირი დაო. იმიტომ ვტირი, რომ ორსულად არ ვარ. შენ სავაშთან ურთიერთობა გინდა? კარგი. ჩიჩეკ. რა ლამაზი ოთახი გქონიათ. ეს მაგიდა რატომ არის აქ? შენი ქმარი არ ამბობს გაიტანეთო. შვილო, სწავლას თავი დაანებე. მალე შვილი გეყოლება. ოთახი მოწესრიგებული უნდა გქონდეს. მომეცი. ხომ კარგად ხარ? სავაში კარგად გიქცევა? ხომ არ გცემს? დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ახლა გაგახსენდა ამ ყველაფრის კითხვა, დედა. გაინტერესებს როგორ ვარ? სისხლის ხრა რომ შეჩერებული იყო და ქემალს ძალით მიმათხოვე? მაშინ კითხე მინდოდა თუ არა გათხოვება. ქემალი მოკვდა. მე კი აქ დამტოვეთ. მაშინ რატომ არ გაგახსენდა რომ გეკითხა როგორ ხარო? ტრადიციების გამო გამყიდეთ. გაბე დედა მამა ჩემს უთხარი, ჩემი შვილი ნივთი არ არისო. ახლა რას მეკითხები, დედა? რა გაინტერესებს? წადი. ამ ხალხს ჩემი თავი ხომ მიყიდეთ? ახლა წადი. ბებია საყვარელი ბიჭი. როგორ უყვარს ბანაობა? ძალიან უყვარს. ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო. ოჯახ, კარგი ბიჭი ხარ. აბა მოდი. მოდი. რა მოხდა?
არ პასუხობს. ვერაფერი გავიგე. სახლის ტელეფონზე დაურეკა. გუშინ საღამოს მასთან სახლში მივედი და არ იყო. დილითაც ვიყავი და არ იყო, არც ტელეფონს პასუხობს. ღმერთო ჩემო. სავაშ, რამე ხომ არ გაიგო? იქნებ შეიტყო რომ ცოლი ყავს. ვისგან უნდა გაეგო? რა ვიცი? არ ვიცი. შენ აქ რატომ ხარ? დღეს ხომ შაბათია. სახლში რა გავაკეთო? რას ნიშნავს რა გავაკეთო? შენ და ჯემი სადმე წასულიყავით? ნადია. ძვირფასო. ჩემი პრობლემების გამო შენ სულ გადამავიწყდი. როგორ ხარ? შენ და ჯემს როგორი ურთიერთობა გაქვთ? კარგი. ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს. გონი სიყვარულით თავბრუდახვეული არ ხარ. თუ მე მეჩვენება. ხო, შენსავით ყურებამდე შეყვარებული არ ვარ. რატომ? ერთმანეთი მოგბეზრდათ? დაივიწყე სავაში. ასეც კარგად ვართ. სიყვარული ყველას თავისებურად ესმის. კარგი მე წავალ. საქმე მაინც არ მაქვს. ალო. იასემინ. სად ხარ? ტელეფონზე ხმა გათიშვილი მქონია. კინაღამ მოუკვდი ნერვიულობით. ხომ გინდა ერთი კვირი დარჩენა? ეს ქალი სხვაგან ვერ ჩერდება. ასეა შვილებს მარტო ვერტოვებს. ხელზე ამბორე. გაიხარა შვილო, გმადლობ. ნახვამდის ქალბატონო კიიმეთ. კეთილი მგზავრობა, მშვიდობიანად იმგზავრეთ. ალო სავაშ, გისმენ დედა. როგორც იქნა წავიდნენ? როგორ? ქალბატონი კიიმეთით წავიდა? წავიდა. ერთი კვირა არ უნდა დარჩენილიყო? უცებ გადაწყვიტა წასვლა. არ ვიცი რა მოხდა. შენ ხომ არ იცი რატომ წავიდა? არა. შეგიძლია დაბრუნდე. ამაღამ არ მოვალ დედა. სად უნდა დარჩე? საქმე მაქვს. ნახვამდის. დედა, რა ხდება? ასე რატომ გამოიბრანჯე? მივდივარ. სკოლაში მშობელთა კრებაა. გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გამარჯობა. ძალიან გამახარე ნაზან. დაჯექი. ადვილად მოაგენი? ტაქსის მძღოლს ცოტა გაუჭირდა მოგნება. ტაქსით მოხვედი? ხო, მე და სახლში მომეკითხა და წამომეყვანე. ცუდად გამომივიდა. ასე ჯობია. ჩემი ოჯახი ცოტა სხვანაირია, დედა ჩემი ამ ამბავს არ მოიწონებს. მესმის. მართალიც არის. რას დალევ? ვისკის? არა, ალკოჰოლს არ ვსვამ. ყავას დავლევ. კარგი. ორი ყავა მოგვიტანეთ. ახლავე. ნაზან. შენ განსაკუთრებული ქალი ხარ. რას გულისხმობ? რითი ვარ განსაკუთრებული? ნეტავ შემეძლოს ამის ახსნა. ჩემ გარშემო მყოფ ქალებს საერთოდ არ გავხარ. ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ. ძალიან ბუნებრივი. სხვანაირი ვერც ვიქნები. ვიცი. სწორედ ამიტომ ხარ განსაკუთრებული.
გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. ქმარს როდის დაშორდი? არ დავშორები ვარ. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მოხდა. ძალიან წუხვარ. დედა ყველაფერი ავალაგოთ. დაწნარდი შვილო თვითმფრინავში ახლა არ ჩაჯდა. ერთ საათში აქ იქნება. ახლა დაგირეკა? აი ნამდვილი სიყვარული კაცი ბოდრუმში მოდის. დეიდა ნურიშ. სავაშის წასვლამდე ომერს შენ გაბარებთ. დიდი სიამოვნებით მოვუვლი, არ ინერვიულო. რით გავუმასპინძლდეთ იასემინ? რა დროს ეგ არის დედა? აქ ავრობა დავალაგოთ. რამდენი რამეა. იასემინ, შენს ოთახში ხომ არავა? ომერის საწოლი არ დაინახოს. კარგი, კარჩ ჩავკეტა. ძალიან ხომ არ ვაზვიადებთ ნურიშ. არ ჯობია სიმართლე ვუთხრათ. რა ვიცი ლეილა, ეს გოგო მართალია. ურთიერთობა რომ არ გამოუვიდეთ, მერე რა მოხდება? ის კაცი არ ეტყვის, ჩემი შვილი უნდა წავიყვანო. ღმერთმა დაიფაროს. ჩემი წასვლის დროა. ნაზან. ცოტა ხანს კიდევ დარჩი. გთხოვ. მაშინ კიდევ 5 წუთი დარჩები. კარგი. თანახმავარ. პრეზენტაციაზე ხომ მოხვალ? თქვენი პროდუქცია პრესას უნდა წარუდგინოთ. პატარა წვეულებასაც მოვაწყობთ. ბატონს სავაშს არ უთქვამს? არა, არ ვიცოდი. აუცილებლად მოდი. ალბათ ბატონი სავაში გეტყვის. ალბათ. ახლა მართლა უნდა წავიდე ბარანის სკოლიდან დაბრუნდება. ჩემი შვილია. მაშინ კარგი. მართალი ხარ. ბარანს ნუალოდინებ. ესე იგი პარასკევს საღამოს შევხვდებით. ნახოთ. ნახვამდის. არიფ, ეს ზედმეტი ბალახი ამოიღეთ. აქ სასუქიანი მიწა დაყარეთ. 2 რიგად ყვავილები უნდა ჩავდგოთ. გასაგებია? კარგი ხალბატონო, გასაგებია. სად იყავი ამდენ ხანს? კრება რამდენ საათს გაგრძელდა? რა ვქნა? დიდხანს გაგრძელდა. ჰალო, დამონყევი. ამდენი ხანი სკოლასთან ელოდებოდი? არა, ხალბატონო, ხალბატონმა ნაზარმა მითხრა კაფეში დამელოდე, მე თვითონ დაგირეკავო. კარგი. შვილო დაწყნარდი, თავბრუდა მეხვა. მოვიდა დედა, მოვიდა. იასემინ, დამშვიდდი შვილო. შვიდად. გამარჯობა. გამარჯობა. რა კარგია რომ ჩამოხვედი, შემოდი. ეს შენ. გმადლობ, ძალიან ლამაზი ყვავილებია. კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო. მობრძანდი. გამარჯობა დეიდა. ბოდის გიხდით რომ გაწუხებთ. რას ამბობ შვილო, რა შეწუხებაა? შემოდი, მოდი. ეს ქუჩა თითქოს მეცნობა. თუ ბოდრუმში ხშირად ჩამოდიხართ, ამ ქუჩაზე გაივლიდით კიდეც. დიახ, ასეა. მოშიებული იქნებით, სუფრას გავშლი. არა, ნუ შეწუხდებით. რა შეწუხებაა შვილო, ყველაფერი მზად მაქვს. ახლავე მოვიდან. დაჯექი. იასემინ. გარეთ ვივახშმოთ, ხოლოდ მე და შენ. იმდენი შრომა რომ არ წამოეწყინება.
შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, დაო, მოდი. მეცადინეობ. აბა სხვა რა უნდა ვაკეთო? ჩვენი ცხოვრება ასეთია. შენიც და ჩემიც. ჩვენ ახლა ან სახლში უნდა ვისხდეთ, ან როგორმე ნებართვა ავიღოთ და უნივერსიტეტში წავიდეთ. თურმე სხვანაირი ცხოვრებაც არსებობს. თურმე თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ ჩვენთვის არა. შენ ჩემზე უკითხარ, ჩიჩეკ, უნივერსიტეტში მიდიხარ, ადამიანებს მაინც ხედავ. მე რა ვთქვა? ერთი მეგობარიც კი არ მყავს. დღეს ბარანის სკოლაში წავედი და დედაჩემმა დაკითხვა მომიწყო. წარმოგიდგენია? ამიტომ გითხარი, გავერთიანდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ამ ჯოჯოხეთს დავაღწიოთ თავი. თქვენი შვილიშვილი როგორ არის? ომერი ჰქვია არა? დიახ. არ დაგვიწყებიათ, ომერი ქვია. ძალიან საყვარელი იყო. როგორი მზერა ჰქონდა? ხო, ძალიან საყვარელია. ნელ-ნელა იზრდება. მეც მყავს სახლში პატარა ბარანი. თქვენი ძმისშვილია? არა, დიშვილი. პატარაობისას ისეთი საყვარელი იყო. ახლა უკვე გაიზარდა. დიდი ბიჭია, სკოლაში დადის. დედა, პური მომაწოდე. ჩვენი პროდუქციის პრეზენტაცია უნდა გააკეთონ. პრესაც იქნება. ჩვენ იქ რა გვინდა? რატომაც არა. ბალდარების პროდუქციაა. ჩვენი კომპანიაა. რატომ არ უნდა წავიდეთ? სავარს არ მოეწონება დაო. დაივიწყე. რატომ არ უნდა მოეწონოს? არ შეიძლება ხალხში გამორჩნდეთ. შენ არ მეუბნებოდი გავერთიანდეთ და ერთად ვიმოქმედოთო. მე მინდა რომ წავიდეთ. ჯერ ადრეა შვილო, ცოტა ხანს დარჩენილიყავი. უნდა წავიდე ქალბატონო, ხვალ სტამბოლში ადრიანად უნდა დავბრუნდე. ისევ შევხვდებით. რა თქმა უნდა, კარგი. გმადლობ რომ მოხვედი. კიდევ გვესტუმრე. გმადლობთ. მეც მოვდივარ. ბოდრუმში მართლა ჩემს სანახავად ჩამოხვედი? სიმართლე გითხრა, რაღაც მინდოდა მომეცა. ამის მოსაცემად ჩამოვედი. ახლაც უარს ხომ არ მეტყვი. ხელსაბამი გაგიკეთებია. საჩუქარია და ვინ გაჩუქა? ერთმა შენ არ იცნობ. ძალიან ლამაზად გამოიყურები. გმადლობ. შენც არ აგიშევს. ესე იგი ერთმანეთს ვუხდებით. გვერდიდან არ მომშორდე. საქმე მაქვს, სამსახურეობრივი ვალდებულებები. მაშინ აღარ იმუშაო. ქალბატონო იასემინ, შეგიძლიათ მოხვიდეთ? კარგი? ბაზარზე დიდი რეკლამებით შევალთ. სატელევიზიო რეკლამები, გაზეთებში, განცხადებები. ბილბორდები. ესე იგი საქმე სერიოზულად არის. დიახ. თქვენი სრული სახელი რა არის? ჩემი სრული სახელია რამაზან აბდულქადირ ფალა. ცოტა გრძელი სახელია, ხომ ასეა? საკმაოდ გრძელი სახელია, მაგრამ ფალა მოკლეა. რა თქმა უნდა, ფალა დამიძახეთ, პრობლემა არ არის. უკაცრავად ბატონო ფალა, შეგიძლიათ ერთი წუთი წამოხვიდეთ? დროებით. წამოდი. დაო, მე სახლში ხომ არ დავბრუნდე? ჩიჩეკ, ახლა ყველაფერს ნუჩაშლი. წამოდი. იასემინ, მოდი. ყველაფერი არაჩვეულებრივად მინდის. მართლა? ყველაფერი კარგადაა. ხო? მართლა.
გამარჯობა ქალბატონო ნაზან, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა, გმადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ხომ არ დავიგვიანეთ? არა, სტუმრები ნელ-ნელა მოდიან. გამარჯობა, მე იასემინ უსტუნი ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.